რეზო როგორ ახარ რეზო? კარგად. ჩვეულებრივი ლომია რა. ჩემ ბავშვობის მეგობრები ტელეფონში წავასწარ ზადავრე ქათამაძე. მინ არის ქათამაძე. ცივი ძაღლი ესე იძახიან. ძველში ერთ სეზონში არავა და ეხლა დავთანხმდი. ვიღაცა ტიპი დამეწი ესე ბეჭებში. აი ჩვეულებრივად ესე. ქათამაძე ვინ არის ბეჭო შენი ქათა ხوار დაუწყებ არა? გაუცინე და გაიარა. უსაშველოებში რომ მითხრეს მამალაძე უნდა იყო, ვიქნები მამალაძე დავთანხმდი, ოღონდ ხალხს უნდა რაღაცას ითხოვს. ავედი და გადავხედე სტადიონს. სახში ვერ გავჩერდი. კალდუნა. უყვართ ტიპებს. ითამაშია გიორგი კინკლაძესთან ერთად ფეხბურთი. ეზოზე თამაშობდი. გიოს ეკზალებოდა იმის ხაზზე გადმოცდენა, თავის ხაზიდან უნდა ეთამაშო. იცით არა გველებდი. მე 301 წადი გაიგეთ. სია მაყერო დაყვება იმიტომ მომწონს, რა 301 არა გველი რო არა. აი ეგრე რო აღნიშნავს, აი ის მომწონს. რა არის ცხოვრებაში თავარი? მეფესავით პოდკასტი. გამარჯობა, ბრუნდება მეფესავით პოდკასტი, ვიწყებთ 2026 წლის პირველი ეპიზოდის ჩაწერას და დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარია ლეგენდარული მსახიობი ბატონი ვასო ბახტაძე. გამარჯობა ბატონო ვასო. გამარჯობა. როგორ ძანდებით? მადლობა. როგორ მოიახალწლეთ ესე რომ ვთქვათ. კარგად. რაღაცა შვიდ რეჟიმში გადავაგორე სიმართლე რო ვთქვა. სანამ დავიწყებთ საუბარს, მანამდე გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და ლაიქოთ ვიდეო, დატოვოთ კომენტარი და გვირდებით რომ ყოველთვის ასეთი საინტერესო სტუმრები გვეყოლება. მოგესალმებით ბატონო. ხო. ტრადიციულად დავიწყებთ წინა სტუმრის კითხვით. ყავდა ლეგენდარული ნინო სალუქვაძე, რომელმაც დაგიტოვა კითხვა. თქვენ თავს კითხეთ ვინ ხარ შენ, ანუ ვინ ვარ მე? თქვენ თავს უკითხოთ ვინ ვარ მე? მე ვინ ვარ თუ ნინო ვინ? თქვენ. კი ბატონო. რა ვიცი. მერტი უბრალო მოკვდავი ალბათ რა, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ეს ვერაფერს ვერ ვიტყვი. და გვეშველება რამეო. ასევე დააყოლა. გვეშველება. ძალიან კარგი. საინტერესოა ეს თქვენი შეხედულება, რა მიმართულებით გვაქვს საშველი. ყველანაირად ჩვენ თვითონ თუ გადავწყვეტთ რომ გვეშველება. თუ არ გადავწყვეტ არ გვეშველება. თუ გვინდა რომ გვეშველოს გვეშველება, მოკლედ ამის თქმა მინდა. თუ არა და საშველი არა. რა საქმიანობს დღეს ვასო ბახტაძე? არაფერს, როცა მეძახიან ფილმზე, რეკლამაზე, გადაღებაზე, არასოდეს არ ვამბობ უარს, ყოველთვის მივდივარ. თეატრშიც როცა მეძახიან, ყოველთვის მივდივარ. ისე ჩვეულებრივად პატარა მაღაზია გვაქვს მე და ჩემი მეგობარს და იქ მუშაობთ ორივე. სხვა არაფერი. ანუ მცირე ბიზნესში ხართ. მცირე ბიზნესში ეგრე შეიძლება ითქვას, დიახ. ხო, ესე დიდი ხანია ეკრანზე არ გვინახი ხართ. ბოლო პროექტი, რაც მე მახსოვს, უსაშველოები იყო. დიახ. უსაშველოების შემდეგ მე მგონი სასად არ ყოფილიყო. არა, უსაშველოები იყო ბოლო. რატო არის ასეთი სიმწირით? თქვენი ხილა უკვე ვერ გეტყვით. რა ვიცი, ალბათ. თქვენი მოუწლელობის ბრალია თუ არანაირად. მე ვერ მივდივარ და ვერ ვეუბნები გადამიღეთ. მონაწილეობა. ვინც მეძახის მივდივარ. რა ვიცი. ეს არის სულ მიზეზი რა. თორე უარი არის რაღაცებზე რაზეც თქვი უარი, მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ არ მივდივარ. არის სადაც შეიძლება გადაიყო და არის სადაც ხო, არ გადაიყო. უსაშველოებს დიდი გამოხმაურება მოყვა. ძალიან მაგარი გამოხმაურება მოყვა. ხო, არც ველოდი. ბიჭები მოვიდნენ ვინც იღებდა მოვიდნენ და გითხეს რომ ერთი დღე გვექნება თუ გაგძელდა მე ძალიან მეტი გადაღება გექნება. აღარ გაგძელდა. ხო, ყველა მაგას ველოდებით და ხო, იყო დაგეგმილი და ჩაიშალა თუ არც ყოფილა მე. არა, იყო. მე ფილმიც დაანონს და ესე მახსოვს ზაზამ თქვა. კი, ზაზამ თქვა რომ იქნება დაჟე დამირეკეს და ველაპარაკე და მითხრეს რომ იგეგმება და არის და მაგრამ უნდა დაწყებულიყო და ჯერ არ საითქმა, არ საით ნუგეში მოკლედ რო იტყვია. აი ეს სიტუაცია და
შიდა კუხნაში რა ხდება იქ მე არ ვიცი სიმართლე რო გითხრათ რა რატო არ იღებენ რატო გაჩერდა არ ვიცი აი თქვენ თქვით რომ რაღაცაზე უარის თქვიო კი ბატონო კონკრეტულად არ გეკითხებით ანუ რა არის ის რაც თქვენ არ ითამაშებდით და მიზეზი რა იქნებოდა ჯერ რაღაც თვითონ როცა გთავაზობენ რა შენთან უნდა მოდიოდეს და შენთვის უნდა იყოს საინტერესო როცა საინტერესო არ არის და მითამაშია სადაც არა საინტერესო ყოფილა უბრალოდ ვითამაშია და იქიდან არაფერი არც არანაირი სიამოვნება რა იტყვი ხო და რა გითხრათ სხვათა შორის ეხლა ბოლო ხანს გადავიღე რაღაც ფილმს ძალიან ერთ დღეში გადაიღო ფილმი ბიჭმა საათი და 20 წუთი მიდის რა მალე გამოვა მე მგონი ეკრანებზე და აი მე ნუ გამაკეთებინებთ იმას რა ქვია რეკლამას ძალიან ისეთი მთელი ფილმი ერთ დღეში გადაიღო მთელი ფილმი საათი და 20 წუთი ოღონ უწყვეტი კადრია ყველაფერთან ერთად რა აი რაც დამაინტრიგებელი იყო და საინტერესო როგორ გამოვიდა წუთ ნახევარი ჩავმარ ფილმში თუ რაღაცა მაგრამ იმდენად დამაინტრიგებელი იყო და იმდენად საინტერესო იყო რომ ჩაირთო კამერა რომ ქნეს და ფილმი დამთავრდა საათს და 20 წუთში რა როგორც ვიცი რა ან დუბლები არ დაგჭირებიათ გადაიღო 3 დღე თუ 4 დღე რა სულ მაგრამ იქიდან ერთი ჩარჯდა იქ ვიღაცა კადრში შემოვიდა გადაღების დროს ვინც არ უნდა მოხვედრიყო და რაღაცა და მე მგონი ბოლო ვარიანტი რაც იყო ის შევიდა ის დარჩა რა მაგრამ ერთ დღეში გადაიღო ფილმი როცა გინდა რაღაცის კეთება ახერხებ რო თქვა რომ ფილმი არის ისეთი არასაინტერესო და რაღაცა არა ძალიან საინტერესო ფილმია რა უყურებ ყველაფერს თავი დავანებო და არ ვიცი რა ნუ რაღაცა მე მგონი რომ ახალი სიტყვაა დაველოდებით ჩვენც და საინტერესოა ნამდვილად ისე პროექტი გასაგებია პერსონაჟზე როგორ პერსონაჟს ვერ ითამაშებდით აი თუ გითქვამთ საერთოდ პერსონაჟის გამო როლის თამაშზე უარი არა სხვათა შორის რა ნებისმიერი პერსონაჟი თუ ჩემთვის საინტერესოა და რატო უნდა თქვა რა სად არის როლები რომ როგორც არის ამას ვერ ვითამაშებ იმას ვერ აი ეს ყველაფერს ითამაშებ რა თუ გინდა თუ გაინტერესებს და შენია და ხა არის რომ რაღაცაზე ხა ვთქვათ ხა ისეთი კითხვა ამაში ვერ ვითამაშებ შეშველი ვერ გავივლი თუ რაღაცა და არის ხოლმე რა ქალები იძახიან თითქოს ხოლმე არა მე სცენაზე არ ვამბობ შეშველი წასული ანუ კინოში ხო როლზე რა ხო არის რაღაცები რაც აი რაღაცა მოგწონს რაღაცა შეიძლება უარყოფითი პერსონაჟი ითამაშო თავიდან ბოლომდე მაგრამ შენი იყოს და გძნობდე რომ შენია და გინდა და საინტერესოა და არის როლები რომ ხა არაფრის მოვცემ ხო გითხარი აი წუთ ნახევარი ჩანმარ ფილმში მაგრამ ვითამაში იმიტომ რომ მაინტერესებდა რა ის არ არის რომ ვერ ვითამაში მაგის თქვათ კარგი ისტორია არსებობს როცა აყვავდება ნუში დოდოროშევის სესილიასთან თუ გახსოვთ ეს სცენა რომ იქ დოდომ თქვა რომ ვერაო რა ვერ ვითავისებ ჩემთან არ მოდისო თავი დამანები თუ რაღაცა გაიბუტა და სესილია მისულა თუ აი ახლა და გაიხსენეთ ის სცენა რა სცენა ზურამაკასა და ჯანდაბარო ეუბნება თქვენ რასაც გადაწყვეტ ეგეთი მე თუ მკითხავ დოდოს ბევრი ლამაზი როლები აქვს ნათამაშები და გაკეთე ეგეთი ნათამაშების სცენა არ ვიცი აი თუ გახსოვთ ძალიან მაგარია რა ყველაფერს რო აკეთებს რომ შვილი გადაარჩინოს როგორია იმიტომ მოვაყოლე ეს ისტორია რომ რაღაცა თქვა რომ აი ამას ვერ ვითამაშებ და არ შემიძლია აბა რატო ხარ ამ პროფესიაში შეიძლება ცუდად გამოგივიდეს ითამაშო და ცუდად გამოგივიდეს ეგ მეორეა მაგრამ ამას არ ვითამაშებ რომ წარბი აგზევით ამაკ აწეული და აქ არა რაღაცა არ ჯდება ჩემში რა. და ითამაშო ყველაფერი რა.
როცა გაინტერესებს და გიყვარს შენი პროფესია, არ უნდა თქვა უარი რა. ეხლა მithქვია მეთქი ხო ვიძახი, ნუ ჩემს არ იყო საინტერესო რაღაც მომენტში რა. არ მინდა. არ არის იმდენი როლები რომ ითამაშო, აღარ არის. არის როლები რომ გაძლევენ და კიდე უარი თქვა? აღარ არის. აღარ იღებენ. ავიცი ხა შეიძლება სადღაც იღებენ ვიღაცა იღებს თავისთვის დებს და აქვს შენახული და ფართო ასპარეზზე არ ჩანს, რა ვიცი მე რასაც უყურებ. რაღაცები კი ხდება, მაგრამ დიდი და გრანდიოზული და რაღაცა ისეთები არ ხდება. თუმცა ცოტ-ცოტას კი იღებენ, სიმართლე რო ვთქვა. გაიზარდა და როგორ ფიქრობს ქართული კინემატოგრაფია პროგრესირდა? მხოლოდ გადაღების ხარისხით არ ვამბობ. იგივე სამსახიობო შესრულებით, ახალი თაობა რომელიც მოვიდა, თქვენს გემოვნებაში რამდენად ჩდება ეს თაობა? იცი ჩდება და საინტერესოა. არასოდეს მე ეს ვიცი თეატრალურ ინსტიტუტში რაც გვასწავლეს და რაც იყო როცა სცენაზე ადიხარ სიტყვაზე ან გადასაღებ მოედანზე ხვდები საერთოდ სხვა. უნდა არსებობდეს რომ გამოცდილ მსახიობებთან დამწყები აუცილებლად უნდა იდგეს. ჯერ იმას სწავლობ, რა ქვია, აი როგორ უნდა მოიქცე, როგორ უფროსთან მაინც ის გაქვს, რომ ისწავლო. ისეთ სიტყვას გეტყვის, ისეთ მნიშვნელოვანს, რომ მთელი ცხოვრება გაყვება და ესე ყოფილა თურმე და არა ესე. ვასწავლეს, რომ ინსტიტუტში მარცხნიდან უნდა მოტრიალდეს სცენაზე თუ მარჯვნიდან. და თუ კი მე მარჯვენება და მე მარცხენება, როგორც მე მინდა ის უფრო ორგანული თუა. ამიტომ ვიღაცამ ხულიგნობა მასწავლა, აი უფროსი თაობის მსახიობებზე, ვიღაცამ თეატრალურ ინსტიტუტში რაც არ მისწავლია, მასწავლა ხულიგნობა სცენაზე. მოიტყუო რაღაცა. გააკეთო ისე, რომ ესეა და ესე არა ესე და უფრო მაგარი გამოდის და მართლა ესეა. იმიტომ რომ იმისგან ვისწავლე. მე რაც ეწერა ვითვალისწინებდი და უცებ დავჯექი და მივხვდი რომ და ტიპმა ისე დაშალა სცენა და დაანგრია და მერთიანობაში მე იმდენად ლამაზი გამოვიდა და საინტერესო და საყურებელი რომ ბევრად იმას ჯობდა რაც იყო დაწერილი. ანუ ხდება რაღაცეები რომელიც ესე არა. სიამოვნებას თქვენ მაინც უფრო როდის იღებდით? მაშინ, აი თუნდაც იგივე ცხელი ძაღლის გადაღების პროცესიდან თუ ახლა თანამედროვე დროში უფრო ეხლა გეტყვი, ცხელი ძაღლის გადაღების დროს ცოტა ახალგაზრდა ვიყავით და იმდენად ბუნებრივად ხდებოდა იმ გარემოში ვიყავი გაზრდილი რაც ფილმშია შემოთავაზებული და სერიალშია შემოთავაზებული ძალიან ჩვეულებრივად ვაკეთებდი და ძალიან ჩვეულებრივად მიმარჯვდა და რო გითხრათ რომ ძალიან განსაზღვრულად იყო ხა რაღაცები რომ ესეთი იყოს თუ ესეთი სიტყვაზე ვამბობ ამებზე რაღაცებზე ნაფიქრი მაქვს მაგრამ ისე რომ რა ქვია ძალიან ჩვეულებრივად ხდებოდა რა ერთი სული მქონდა გადაღება დამთავრებულიყო და გავქცეულიყავი არ ვიცი მაშინ ესე იყო რა ახალგაზრდა თავქარიანობას რაც მოსდევს ესე იყო და რაღაცებზე კი ვიფიქრე, იმიტომ რომ მაინც რაღაც ინსტიტუტში ნასწავლი მქონდა და რაღაცები ვიცოდი მოკლედ, რომ ესეთი უნდა იყოს პერსონაჟი თუ ესეთი. იქიდანაც რეჟისორიდან კიდე მოდის, რომ რასაც გთავაზობს კიდე და სიტყვაზე ვამბობ, ითვალისწინებ ამ ყველაფერს. ხო არ გაითვალისწინებ და შენია ჯობებს არ ვარ გეუბნება და მე მიდიხარ ხო მიყევ ხარ იმ კონდიციამდე რომ თქვა თვითონ რაც უნდა კიდე რომ მიიღოს რა შენ კი ცდილობ რაღაცები აი რომ სიტყვა ჩააკვეტო და შენი ვითომ რაღაცა შეიტანო მაგრამ არა გაგისწორებს მაგრამ თუ მოეწონა ტოვებენ რა ვიცი აი ამას თუ ვიტყვით თორე რატოა დღემდე ეგეთი პოპულარული თქვენი აზრით? ალბათ იმიტომ რომ რაც ხდებოდა, რაც იყო, იმას იღებდნენ. აი ჩვენს გარშემო რაც ტრიალებდა, იმას იღებდნენ და იმიტომ გამოვიდა ესეთი საინტერესო. რა თქმა უნდა, მე ხა არავის იმას არ დაუკარგავ, რა ქვია, ნაშრომს და იმას რეჟისორები, მსახიობები, გამნათებელი, ოპერატორი, ყველა აბსოლუტურად რა.
არ შეიძლება ვინმეს შრომა დაუკარგო, მაგრამ უფრო იმიტომ რომ რაღაცა დღევანდელი გადასახედიდან ისტორია დაიდო რა, ანუ იმ დროინდელი ცხოვრება. დღეს მაყურებელი ყავს ცხელძაღზე თუ ვისაუბრებთ, პატარა თაობა ბევრად აინტერესებს. სართულია ძალიან. ძალიან. ანუ მოდიან ტიპები და ვინც იძახიან რომ რამდენი წლის ახლა რო ეკითხები და უცებ გიყურებს 20-ის ფილმის გადაღებიდან გავიდა 20 დაბადებულებიც რო არ იყვნენ ის ტიპები კითხულობს რა დონემდე იცით რომ ამან რომ იმას ის უთხრა ამაში ეს იგულისხმებოდა უყურებ ხა მე кайხანი არ იწყება ის რა ქვია რა არ ვიცი მიზეზი იყო ალბათ ის რომ რაც ხდებოდა ის გადაიღეს და თან ძალიან დღევანდელი გადასახედიდან რო უყურებ ნიშნულობა არ ელიჭება იცი იმას რომ აქ ეს კადრი ლამაზად თლიანად არიან ტიპები როგორ შეიძლება 60 სერიას უყურო ისე რომ ერთი ამოსუნ თქვით გავიგეთ პანდემია დამთავრდა პანდემიის დროს უყურეს ის მაგრამ ტიპები ჭამს უყურებს თურმე დედა იძახის რომ ეს რა გავაკეთოთ ჩემი 15 წლის ბიჭი ჭამს სერიალს უყურებს მეცადინეობს სერიალს უყურებს და ერთად რო ფილმს უყურებს ხოთ იმას უყურებს და ერთად რა გავაკეთო მე რა ვიცი ხალბატონო რა უნდა რაღაცა გამოიწვია რაღაცა მოხდა ჩემ ცხოვრებაში მოხდა კაცო ვეღარ ცხოვრობ ამის გარეშე ცხელ ძაღმა ისეთი რა ვიცი რა დადო ცხელი ძაღლის გარეშე ალბათ ხო აი არ ვიცი ჩემი რა ყოველდღიური ცხოვრება გახდა რა სადმე რომ შემხვდეთ ესე ან სურათზე ან ვიდეო რაღაცა რომ შემხვდეთ უბრალოდ საიდანღაც ავტომატურად პირველი ქათამაძეზე მივიდიო ხო აი ყველგან ეგ მხდება რა ჩემი ბავშვობის მეგობრები ტელეფონში წავასწარ ზადავრე ქათამაძე მინარი ქათამაძე ჩემი ბავშვობის მაკაცი მეუნე რა ვქნა კაცო ესე მყავ ხარ შეყვანა ქათამაძე თუ წევი ხარ ტელეფონში ხო გუშინ იმაში რა ქვია მივდივარ ვიღაცა ტიპი დამეწი ესე ბეჭებში აი ჩეულებრივად ესე ქათამაძე შევხედე რა ნუ შევხედე და უყურებ რომ ძალიან პატარა ბიჭია 26 წლის ორჯერ დიდი ვარ იმაზე თუ რა ვიცი სამჯერა შევხედე ქათამაძე ხო ვიფიქრო ვინ არა ბეჭო შენი ქათა ხო არ დაუწყებ არა გაუცინე და გაიარა ძალიან ჩეულებრივად იმანაც რა რომ ეგრეა იმისი ხარ რა ვერ დაუწყებ ახსნას რომ იცი მოდი აქ მე ქათამაძე არა ვარ ბახტაძე გახლა ვარ ყველას ხო არ დაუწყებ არა ძალიან ჩეულებრივად არა ვიღაცები არიან ხა ვერ ვიტყვი რომ ყველა ეგრე აღიქვავს ვიღაცები გაგაჩერებს მადლობას მოგიხდის მოგეფერება და წავა თუ რაღაცა ვიღაცისთვის ძალიან ჩეულებრივად ეს სერიალის სიყვარულის გამოხატვა იმაში რა ქვია უსაშველოებში რომ მითხრეს მამალაძე უნდა იყო ვიქნები მამალაძე დავთანხმდი ოღონდ უარესი მოხდა იმაში რაღაცა ჯგუფი არსებობს ამის ქათამაძის და მამალაძეს შვილს რა ერქმეოდა თუ რაღაცები იწერება მეჯვარეები რაგვარები იქნებოდნენ რა მეჯვარეების მეჯვარეები მინდა რომ ვიყო მე თქვა რომ მე არა იმისთვის ეგრე ხარ და მორჩა და ფანტაზია საზღვარი არა აქვს ხო აი მეც მომხმარებია ბევრ რაღაცაში ეს ქათამაძეობა მაგრამ იმაში ძალიან ჩეულებრივად რა აი რესტორანში ზიხარ ჩეულებრივად ეგრე გადმოდი რა სურათი გადავიღოთ რომ თან ცოტა შეზარხო გადმოვდივარ მან დიხავი მოვალ რაღაცა აი სუ არ მცილდება რა დავანებე თავი რა ვიღაცა სიტფოთი ხდება ვიღაცისთვის ძალიან ჩეულები უხარიათ თქვენი დანახვა ხო ამას ვერავის ვერ აუკრძალავ და მეც სიამოვნებს მაგრამ ხანდახან ისეთ უხერხმლგომარეობაში ჩავარდნილ ვარ რომ აი სად გავქცეულიყავი არ ვიცი 10 მთრალი მეტროში მოყევი რა ერთი გააგრძელე რა ზმაო რა გავაგრძელო აი კინოს არ გჭირდებოდ ის ზეინკლები 10 ზეინკალი ხარ სად შეიკრიბეთ ყარ მე უთხარი ზმაო მე რომ შემეძლოს დიდი სიამ მაგრამ იმისი ხარ და ამას ვერ დაურღვევ რა თუ დაურღვევ ცუდი კაცი ხდები რა
სახით შეხედო ისეუბნები. იმას ესე უყვარს, ესე მოწონს. უნდა იყო მისაღები რა. თორე შეგვიძლია ეგეც რომ დაურღვიო თქვა. არა. რაღაცა. შეულებრივი რა. წარმოვიდგენია რამდენი ეგეთი ისტორია იქნება ეხლა. ერთი კაცი Facebook-ზე დამეგობრდი თუ რაღაცა დაუმეგობრდი. ბათუმელიას ბიჭი. 3 დღე მირეკავდა და იწყებდა პირველი სერიიდან, აი იმდონის მანიაკია, წარმოიდგინე. პირველი სერიიდან იწყებდა თავისი აი იმითი რა ქვია, წერტილი მძიმე, შეკითხვის ფორმა, ხმა, ტიპი დგას და უი აქ შემეშალა ბოდიში ერთხელ შეეშალა. არაფერს გაპატიებ მე ვთქვი მესამე დღეს თქვა თავი დამანებეს მე გავიგერო ზეპირად იცის კაცმა. ამ დონის აი მოყვარულები არ ვიცი, ან როგორ იმახსოვრებს. მე ერთი-ორჯერ რაღაც ფრაზა მაქვს ნათქვამი, რომელიც აღარ მახსოვს, ვიღაცა გამეხუმრა და უყურებ ისე რა მე ვთხარი და დონე მithkoms ის. ხო. მე შეგვიძლიათ ისე ვიღაცას რო გაცნობი ხარ, შემთხვევით რეზო ხო არ გითქვამთ ვიღაცისთვის. მე არა, იქიდან რამდენიც გინდა. რეზო როგორ ახარ, რეზო? ჩამო, კარგად. შალბოვიჩ, მე შალბოვიჩზე იყო, მაგრამ შალბოვიჩი რო ვიყავი კინოში, მე არ ვიცოდი. მართლა გეუნებით არ ვიცოდი და მე ვინ არის შალბოვიჩი? მოკითხო ჩვენგან შალბოვიჩი. მიულოცეთ შალბოვიჩი. ვინ არის შალბოვიჩი? კითხულობ და მე გავიგე რომ მიულოცეთ ჩვენგან შალბოვიჩი თუ რაღაცა კინოში ერთხელ ისმის მე მგონი ეს ფრაზა რა. სხვაგან არსად. შალბოვიჩი რო ვიყავი არ ვიცოდი, მაგრამ იმათმა იცოდნენ. აი ამ დონეზე იციან და მე არ ვიცოდი. ძალიან აი ბევრი რამე მოიტანა ცხელძაღლმა რა, როგორ გითხრათ რა. არ ვიცი. ყველგან გეფერებიან, ყველგან დღეს უკვე აღარ გძელდება ვეუბნები. როცა იქნება რაღაცა რა. დავიფიქრებლად დათანხმდით ისე, როგორც ვიცი, ახალ სეზონში იქნებით თქვენც. კი, არ იცით რა. მე ერთ სეზონში არა ვარ. ძველში ერთ სეზონში არა ვარ. და ეხლა დავთანხმდი. მეხუთე სეზონში რა, აი ტრუვის სეზონში არა ვარ, იქ თქვა ეს რომ ვერ მომკლეს და იმაში წავიდაო რა ქვია, ავღანეთში წავიდაო საბრძოლველად თუ რაღაცა და ხო და ეხლა მითხრეს რომ კი რომ ერთ-ერთი ისეთი უნდა იყოს რა. ავღანეთიდან დაბრუნდა. ალბათ ხო რაღაცა. რაღაც საინტერესოა. როგორ გაწარმოიდგენიათ თქვენ გაგრძელება? ყველაზე მაგარი რაც გააკეთეს ალბათ პროდიუსერებმა გამიჯნეს ერთმანეთისგან ეხლა უკვე 20 წლის შემდეგ თუ 25 წლის შემდეგ იმისგან ის დატოვეს ცხელძაღლად ამას სხვა სახელი და ამას დაერქმევა სახელი ცივი ძაღლი ესე იძახიან ხო არ შეიძლება კიდე შეიცვალოს როცა გადაღება დაიწყება და ნელთვილი დაარქვან ან რაღაცა ხო მაგრამ შეციებული ხო ზამთრიდან გამომდინარე ხო და რა ვიცი გამიჯნეს და რა გამოვა არ ვიცი ალბათ გამოვა ყოველ შემთხვევაში საინტერესო იქნება რა გამოვა მეც მაინტერესებს მაგრამ კარგი იქნება იმდენად მოლოდინი დიდია რომ ხალხს უნდა რაღაცას ითხოვს. ამას არ ვიძახი იმიდან, რა ქვია, ჩემი აი ყოველდღიურობიდან გამომდინარე ვიძახი, რომ რაც გაჟღერდა, რომ ცივი ძაღლი ერქმევა და გამოვა ახალი სეზონი, იმის მერე როდის გამოდის, დაიწყეთ. არ დაგვიწყია. რასელოდებიან არ ვიცი, მაგრამ ალბათ რაღაცა რეჟისურაშია რაღაცა საპასუხისმგებლო კი არის ხო იცით გააჩნია კიდე რა შემოგთავაზებენ რა იდება და როგორი იმით შემოგთავაზებენ რა ქვია რა უნდა წარმოვაჩინოთ რა იქ სცენარში რა იქნება მაგრამ მაინტერესებს მართლა 20 წლის მერე ეს მხიარული და ცოტა ბრიყვი ქათამაძე როგორი იქნება ხო ეს ნერვიული გიოს პერსონაჟი ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება სულ რაღაცას რო ეძებდა წლების მერე ვიზუალურადაც გვეტყობა რომ უკვე სხვანაირები ვართ
და აი რა იქნება დაწერილი რა. მართლა საინტერესოა. სცენარი რო არ მოგეწონოთ არის შანსი რომ უარი თქვათ. ვერ ვიტყვი. შეიძლება იყოს, მაგრამ მე ვერ ვიტყვი. სიცუდე გამომივა ადამიანური თვალსაზრისით. ყველაფერი ცხოვრების წესია და უცებ რო ვთქვა. არა. ხო, მესმის. მე ვარ თან ერთი კარგი რაც აქვს მაგ სერიალს. ყველა პერსონაჟი არა მარტო დადებითი, იგივე უარყოფითი პერსონაჟებიც. ეხლა რამდენი უარყოფითი პერსონაჟი იყო? ზერაგია, სოსოეგაძე, სოსოეგ სამწუხაროდ აღარ არის ბატონო. სოსოლაღიძე. ჯინორია ჯინორია ცოტა. ჯინო არა, ხოცხალია, ანუ ეხა მე გეტყვი მაგას. ერთად დიდხანს სასოცხლოს. ჯინორიაზე აი ერთ გაცაცეს თემაში ვიყავი კიდე და იქცავდა რომ უარყოფითი და დადებითი პერსონაჟი. პირველ სეზონს თუ უყურებ ჯინორია უარყოფითი პერსონაჟი. მე შეიცვალა. როგორ ვითარდება ჯინორიას პერსონაჟი? ები ყველაფერს ხედავს, ხდება და ყველაფერს აკეთებს, რომ აი ეს ჯინორიასთან დაკავშირებით. ვერ იტყვი რომ ეს უარყოფითია, როცა ესე ვითარდება რომ ეს უარყოფითია და ის დადებითი, ეგ საინტერესო არ არის. არავინ არ იცის. უარყოფითია თუ დადებითი. მეცაც გეტყვი, ხო გითხარი ეს მანიაკების ჯგუფი რო არსებობს, რომ ცხელძახს განიხილავენ. იქ წამოვიდა ისა, როდესაც ჟანრი რო გლანძღავს, თქვენ კიკა ხო არ პლეხანოველი კიკა ხო არ გეგონათ ტრეზორა, ძმაო რომ მიდიხარ, სად მიდიხარ თუ რაღაცა, ხო გახსოვთ? იქ ყველაფერი გადაწყდა ჩემს და იქ წავიდა გარჩევა, რა დააშავა აქ ქათამაძე. აი ამ დონეზე მიდის გარჩევა რა. არ და პირიქით ლექსოს ეუნებოდით მას. ხო, რომ გამოვიძახოთ და წავიყვანოთ და რაღაცა იყო ესე, მაგრამ ანუ ამ დონეზე მიდის გარჩევა, მაგრამ ხანდახან ხო არის რაღაცა ფილმისთვის ესეა საჭირო ბატონო. კი. ვიღაცები ამ დონეზე არ შეიძლება აქ რომ მივყვეთ რატო დაიჩაგრა ქათამაძე მართალი იყო. ვიღაცები წერენ. მე ამას არ უღრმავდები და რატო გამოიყვანეს ციხიდან მაშინ ქათამაძე როცა დანაშაული ჩაიდინა? ხო არსებობს ამის. ფილმია ეს. აქ შენ უნდა გააკეთო დასკვნა და შენ უნდა გამოიტანო რაღაცა, ხო? არ შეიძლება ესე ნამეტანი ჩაკირკიდება და გინდა თუ არა ეს ესე უნდა იყოს. არიან რა ეგეთი ტიპები. არა ხართ, მართალი არ იყავით. აბადი. მაგრამ ესე იყო. მე ვერ ვიტყოდი ისე ჟანრი რო გიტყავს, იცი რა, ცოტა სახეში რო გიტყავს, ხო შეიძლება სახეში არ გამარტყას, ნაზიკანი მაქვს, ვერ ვიტყვი რა. ეგ ნამდვილი კადრი არის, ხო? ხო, არ მომაყოლო რომელ გადაცემაში მივედი, ყველგან მოვყევი, ზეპირად იციან, თვითონ აგძელებენ. დაჟე მანერის ანუ ეგრე არ არის. რაც არის, ის უნდა მიიღო, გაითავისო და მოიტანო და რა ვიცი. არ არის, არ მგონია რომ ვინმეზე თქვა რომ ჩემი პერსონაჟიც კაც ყველა აღმიქავს დადებითად და ხალხს უპარტყუნებს მართლა ის, მაგრამ ვიღაცები ძალიან ზუსტად აღმიქვავენ. ვიღაცები არიან რომ ისე აღმიქვავენ როგორიც არის. თქვა ერთი ორმა დაწერა. ვერ ვიტან ამას. გამიხარდა. რომ ვიღაცაზე ეგ უნდა მეკითხა ცალკე. ქათამაძის პერსონაჟი მოგწონთ ისე? კი, ეგეთები იყვნენ. ტიპები იყვნენ, მე მახსოვს იმ დროს, რასაც თამაშობთ, იმ დროს ცოტა პატარა ბიჭი ვიყავ, მახსოვს რა, იყვნენ პოლიციელები, არ იყო პოლიციელი. მოწოდებით სკრიპაჩი იყო, სიტყვაზე ვიძახი რა. მაგრამ დრო იყო ისეთი, რომ იქ მუშაობდა, ოჯახი უნდა შეენახა, რაღაცა უნდა ექნა. სხვაგან სამსახური არ, არავინ არ უკრავდა ვიოლინოზე. დაჯექი უკარი სახში ვიოლინო მაგარი ხარ, მაგრამ არაფერს არ იძლეოდა რა. ვიღაცები მუშაობდნენ თან ჩაწყობით მიიყვანეს, პატივიცეს, რომ მუშაობა დააწყება. სულ მახსოვს ეს ორი ტიპი არსებობდა, რომ გიჭერდნენ თუ რაღაცა, ვიღაცა გეფერებოდა, ვიღაცა გიშვებდა. კარგი და ცუდი პოლიცია. ხო, კარგი და ცუდი პოლიცია. ლექსო იცოდა ქათამაძე? ხო, ვითომ, ხო. ვითომ კი არა, რაღაცა ესეთი არსებობდა. ყოველთვის. ეს იყო, იქ ვერ იტყვი რომ ცუდია მთლად ქათამაძე, ეგეთი სამსახური ქონდა, ბრიყვია ბიჭო, არ ესმის. ჟანრი რო იძახის, ცნობილი ის არის, რა ქვია. არ ესმის, ბრიყვია. ეს სიბრიყვი ხან ესე ადგებოდა, ხან ისე ადგებოდა.
რო თქვა რომ ბოროტი არ იყო მეთქი როგორ კაცს ურტყავთ გახეთქავთ თავიდან სისხლი მოზის და ბოროტი არ არის არა ეგრე ესმოდა ნუ ეგრე ესმის მე რა აი ეხა ძალიან მაინტერესებს მე რა იქნება ცივიზაღლი ხო შეიძლება ვაფშე რაღაცა სხვანაირი ქათამაძე შემოგთავაზო მე არ ვიცი ომიდან დაბრუნებული ხო საერთოდ გაბოროტებული ან ყველაფერს მიმხვდარი არა კარგად გაიგეთ რა ცივიზაღლი შეიძლება იგივე დატოვონ რა არ ვიცი ანუ სცენარი არ წაგიკითხოთ ჯერ რაღაცა მოყოლით მითხრეს რომ ესე ვითარდები რაღაცა თანამდებობას თუ რაღაცას გიპირებენ და დანარჩენი არაფერი არ ვიცი რაღაცა ისინი ექნება ჩემი სიბრიყო რომ მოაცილონ ამეტანი ის იქნება რა ქვია გაპროფესორებული ქათამაძე რაღაცა სხვა პერსონაჟი ხო უხდებოდა ეს რაღაცა საიდან რა ვიცი მე საიდან კაცო რა ვიცი მე ესე მგონია რომ უხდებოდა შეუსაბამობა იყო კაცო ფიზიკურად დიდი გვარად ქათამაძე რაღაცა აი ეს ქათამაძე გვარი სხვათა შორის ვერისუბნის მელოდიებიდან გოგი ქავთარაძე როთამ ქათამაძე დოდორო ეძახის თუ გახსოვთ იქიდან იყო მე მგონი აღებული ხო აი ესე მახსოვს აი ამიტომ გამოვიდა რა ვიცი ვერ ვიტყვი რა ხელაღებით ვინმეზე რომ ეს პერსონაჟი იყო კარგი და ეს იყო ცუდი იმ დროისთვის ყველას გადანაწილებული იყო რა რაღაცეები რა და ყველა პერსონაჟი შეიყვარა ხალხმა კარგიც და უარყოფითიც ჭუა ზერაგიას აი ყველაფერს თავდა ხო თქვით რომ გურამ ჯინორია განვითარდა და თვითონ ფილმში ვებიძახი პერსონაჟს თორე ზერაგია უყვართ ხალხს ხო ვიღაცები ხვდებიან რომ ეს ის ზერაგი არა ეხა იგივე ვანო გეჯაძე რომ მოკლეს პირველ სეზონში დიდი სიამოვნებით უყურებდი ხუთივე სეზონში ვანო გეჯაძეს არ ხდება ეგრე ია სუხიტაშვილი რომ მოკლეს ნუ დღემდე არის იაზე რომ რატო მოკალით ჭუბობენ ახალ სეზონში გამოადგებოდათ ეს ხო აი ეგეც რო არ მოეკ აი ხა მომისმინეთ ერთ ვიტყვი კიდე ბიჭებო რო არ მოეკლათ ეგეთი საინტერესო შეიძლება არ ყოფილიყო პირადად ვინმეზე არ ვიძახ ანუ სიუჟეტი როგორც ვთქვი ძირითადად მკვლელობებზე და იმაზე მიდის გასულ დიალოგები იყო ხო რა მაგარი დიალოგები იყო ძალიან ხო რო ახსოვთ ისეთი დიალოგები ამიტომ მე ვერ გამოვყოფ რომ ეს პერსონაჟი ის იყო რა ქვია სკლინტაზე ვერ ვიტყვით ზაწყალი იაჟკაზე ვერ ვიტყვი რომ ცუდი პერსონაჟი იყო კალდუნა მეც გეტყვით უყვართ კალდუნა ერთ-ერთი ფავორიტი პერსონაჟია ხო კალდუნა ტრეზორა უყვართ კაცო ნუ ახლა ვიცი რა გიოს უყვართ ტიპებს ოღონ ვინც აიასნებს რომ ვინც ხვდება რომ ეს ტრეზორა მართლა გიო გურგულია კი არა და კალდუნა ბეგალიშვილი ხო არ იყო როლი ქონდა ესეთი იმდენად დასამახსოვრებლად თამაშობენ და იმდენად ორგანულად რომ ტიპები ის მოწონთ ნათამაშები მე ესე არის კატეგორია რომ ისეც გმოწონს თვითონ ის რა ფორმა მაგრამ ვიღაცა ხო ხდება რომ რა მაგრა აკეთებს ამას მართლა იყვნენ ესეთი ტიპები არა ხო ეხ თუნდაც ის სცენა ეხ და 50 და ისა დღემდე ისინი კეთდება საღადაო გიფები და რაღაც კი კაც შოკოლადი 50 ლარი შოკოლადი იყიდე ლეგენდარული სცენა არის დიალოგი ისე გამოვიდა ქათამაძის და ტრეზორას დიალოგი ი ბატონო რა ყველაზე მეტად რომელი სცენის შესრულება გაგიჭირდათ ის საინტერესოა თუ გახსოვთ ესე შესრულება არა თამაშიც აი იმდენად ის იყო რომ მე ერთადერთი შესრულება რა იმას გავიხსენი ყველაზე მტკივნეული იყო რომ მირტყავს ჟანი თორე შესრულებით რომ ეს რომ ვერ მექნა და ეხა ვერ მესროლა რაღაცა ეგეთი რამე არ ყოფილა რა მართლა თორე ვიტყოდი რა უდგას თვალს არა აი ჟანრიზე რომ მირტყავს იქ იყო ის რომ
არ ველოდი რომ დამარტყავდა და მომხდა იმპროვიზაცია იყო? არა იმპროვიზაცია იყო მესმოდა რომ ზაზე ეუნებოდა დაარტყიო და მე ეს ეუნებოდა რა არა მივადებ ხელს და ამქანა და მესამე სცენაზე რომ ლეწაყბაკინა გამომარლია წამოდი ჩამოთო მე მითხა არ მიგეთ ორი მткиვა რა იცი ესე იყო ცხელი ზაღლი მოკლედ ეს თვითონ ქათამაძე პერსონაჟი ვინმეზან აღებულია თუ თავიდან მომდე თქვენი შესრულება რაღაცები რო გითხრა რომ კერძოთ იმისგან ეს მაქვს აღებული კერძოთ ამისგან ეს არ ჩვენთან უბანში რა მახსოვს რა ტიპი მართლა იყო ბიჭი გვარიც მახსოვს რა არ ღირს ხმა უბრალოდ ოპერი იყო ზუსტად ეგეთი რა გამოხედვა ქონდა აი ხან ისეთი რომ გრგუნავდა მაგრამ ერთ-ორჯერ ისეთი რაღაცა ესე მელაპარაკა გავგიჟდი კაც ეს ის არის რომ ყველას რო ეშინია თუ რაღაც აი იმას თან ფიზიკურად ის ტიპი მგავდა თუ რაღაც დიდი იყო რაღაცა დადიოდა აი რო მომხელთებელი ტიპები რო არიან ხო იცი რა არა იყო ძალიან კაი კაცი იყო მაგრამ რო გითხრათ რომ იმას ის მოვპარე და ამას ეს წავართვი და იმიდან ის ავიღე არა ჩემი იმის ერთიანი მთლიანი სახე იყო რა ალბათ რა რომ ეგრე იყო რა რომ კონკრეტულად ვიღაცაზე რო თქვა რომ ამას თამაშობ არა იქიდან თან კიდე სცენარიდან გამომდინარე ხან იმას ითხოვდა ხან იმას ითხოვდა და ხან ეშმაკობას ითხოვდა ხან სისულელეს ითხოვდა ხან მოაზრო ადგილზე გაცვლილებას ხან ჩხუბს რა ვიცი როგორც ვქონ სროლას მომიწია დამჭრეს კიდევაც რა ვიცი რა რასაც ითხოვდა ისე ვითარდებოდით შესრულება არა ეგეთი არ მახსოვს ის კი ქონდა მედაზაზას რეჟისორსაც სულ დავა ქონდა არ ვარ გამეუბნებოდა მაგიჟებდა სანამ ჭკვიდან არ გადამიყვანდა თავს არ მანებებდა რა და ბოლოს რო ვიტყოდი წავედი მე მოდი ხო შემოთავდა კარტია მე მეტყოდი რაღაცა ეს მომენტი ქონდა ისე მედაზაზას რა ბატონო ვასო გუზილის მწვადი თუ გიყვართ ბადექონში გახვეული აშე გინაცვალე კი ძალიან კეიპთან დაკავშირებით კარგად ვარ განწყობილი რო ვიტყვი უბრალოდ ცოტა დალევას ამგზალე რაღაცეები და თორე თვითონ პროცესი მიყვარს რა კარგია თამაშზე გადავიდეთ გვაქვს მომზადებული დიახ თქვენთვის უნდა გამოვიცნოთ ცხელი ძაღლის მსახიობები თვალებით მარტო თვალებით კი ბატონო და სანამ დავიწყებთ თამაშს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და ლაიქეთ ვიდეო დატოვეთ კომენტარი და გადავედით თამაშზე პირველი თქვენ და მე თქვენ თუ ვერ გამოიცნობთ ჩვენ ვიტყვით კი ბატონო ეს ყიფში ვარ რა გიო ლექსო ხო ეგა ეს ამარტივი იყო ეგრევე ეთყობოდა ჟანრიკო ჟანრი ბატონი ჟანრი თაბაგარი ჩემი გურამ ფირცხალავა დავიდოვიჩი ეს მე თვითონ გახლავთ მურმან ჯინორია მეთქი ჯინორია გივისი ხარულიძე კი ბატონო მარინა კახიანი ოპა მე მგონი მივხვდი მე ეს ისა კაცო ჩუგუაშვილი ჰასან ცეცხლაძე კი ბატონო კალდუნა ბეგალა თვალებზე ეგრევე ეთყობა მე კი ვერსია მაქვს ალბათ არა ვერსია მეც მაქვს ეს უნდა იყოს დათოს არ გავს ინსკირველს არ გავს და იქ ბად ის ხო არ არის ბაადურ წულაძე კოლელი მე მგონი
არა, რა ისე გაჩუმდით, რომ რაღაცა ვერცერთი ვერ მოვა. ბორის ჯოტოსზე ბორის ჯოტოსზე გარუჩავა, შეგენაცვალე გიო. ვახ, მაგას რომ ვერ ვიცნობდი, ეგ არ მომეწონა. უჩაზე რა გია. ნუგზარ ყურაშვილი, ბატონი ნუგზარ ყურაშვილი. სოსო ეგაძე, სოსო ლაღიძია ეს. მე მგონი. არა გავს. სოსო ლაღიძე ხო? სოსო ლაღიძე. ვა. ნიკუშა გომელაურის არ არის ეს. ეს ვინარი ვაიმე. ფეხბურთელს გავს. არბელოა, თვალებზე არის არბელოა. აი არბელოა. დილარ ხო არ არის კადო? არა, დილარ კადო არ არის. თქვი, ხა. თქვი აბა? ვინა? ხა. კოშკა, კოშკა, კი ბატონო, კახა ბაკურაძე. კოშკა, ხო. არა და თვალებით არბელოას გავს. ნამეტანი ის იყო. ეს ისა ბაჩო, ქაჯაია. სუკინტი სინხრამიაშვილი. ბიჭო ძალიან პატარა ის არის, რა ქვია, ადნაჯდი დენირო რო უყურებს, ხო იცი ეს. ძალიანაა დაწრილებული. აი, ბევრი გამოიცანით ისე. კი, ბევრი გამოვიცანი, მაგრამ ვისი თვალებია? გივი ხო არ არის? კიდე გამეორებით შეიძლება იყოს ორი პერსონაჟი? არა. მგონი არა. ვაიმე. მე მივხვდი ვინც არის. ვინ? მე ვერ. მე მგონი ცოცხალი აღარ არის. არ ვიცი. აღარ არის ცოცხალი. ვერ გეტყვით. უკაცრავად, მაგრამ ბადურ წულაძე არა. ბადურ წულაძე იყო? კლელს რო თამაშობს. ხუპები რა, ვისა პროკურორი და ბიზნესმენი რო არის, გვარი დამავიწყდა. კაკაურიძე ჯემალმონიავა? კაკაურიძეა მე მგონი. შეიძლება, კი. კაკაურიძე. კი ბატონო. ეს ბესო ბარათაშვილი. ხურითი. ნანა ხურითი. იაშკა. ვა. არ ვიცი. დილარა ხო არ არის? არ არის დილარა, ნუ გოგასკა ძალიან ვიცი. დუტატო. ფახს აღო დუტა. დათო დვალიშვილი. ვიბატონ. ძალიან კარგი შედეგია. კი. რა შედეგია 4 კაცი ვერ გამოვიცანი, სირცხვილი არ არის. კინო თუ თეატრი? ორივე. ანუ მაინც. როგორც არ უნდა დღეს საქართველოში ალბათ კინო თეატრის გარეშე და თეატრი კინოს გარეშე ვერ იარსებებდა. იმდენად ზოგადად დაბალი არის დაფინანსება აქ, რომ მსახიობი რო ხარ, ამასაც მოგებული ხარ, იმასაც მოგებული ხარ და მე სულ მაინტერესებდა, რომ თეატრში რო ტიპები ცხოვრობდნენ, როგორ ასწრებდნენ კინოში გადაღებას. და პახუდუ გახმოვანებაზე დადიოდნენ, რომ კომუნისტების დროს ხდები, რასაც იძახიან, მაგრამ ეხაც ეგრე არ არის, რა. ხო, ძალიან ბევრი გახმოვანებაზეცა კინოშიც არის, თეატრშიცა, მაგრამ იმათმა სხვა შედეგი დადეს რა. წარმოიდგინეთ ხა დათა თუთაშხიას გადაღება თეატრი რო ძალიან მაგრა იცოდნენ. ყველა იმიტომ შედგა მე მგონი დათა თუთაშხია. რომ აი თითეული პერსონაჟი წარმოიდგინეთ დათა თუთაშხიას რა. ვინმეს წარმოიდგენდით იმას ის რო არის თამაშა? აი ანუ იმდენად გადამული თეატრი გიგამ იმდენად მაგრა იცოდა ვის რა უნდა ეთამაშა ეგრევე გაანაწილეს და სხვათა შორის ფილმის ერთ-ერთი რო შედგება ხოლმე ფილმი
მიზეზი არის ნახევარზე მეტი წვლილი შეიძლება მიუძღვის მსახიობების ზუსტ არჩევას. კი. აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. ჩემი აზრით ვის რა უნდა ათამაშო. ალბათ ეგ მთავარ ხო? ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი კი არა, ერთ-ერთი უმთავრესი არა. და ნუ მე ის როგორ ითამაშებს, ეგ ცალკე. კი ბატონო, ეგ ცალკეა. ეგ კიდე ცალკეა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფილმის დროს, მე ესე მგონია. იქ თეატრში შეიძლება რაღაცა გრიმი გაიკეთო, ის გაიკეთო, ისე დრო კინოში შესაძლებელია, მაგრამ ჩვენთან არ არის ესეთი გრიმები, ხო იცი, რაღაცა ვაფშე სხვას რო ხდიან, ან ძალიან ძვირიჯდება და იმიტომ არ იღებენ ეგეთ ფილმებს. ზუსტად უნდა მიესადაგებოდე, ის ხარ. რისთვის მოგიწიათ უარის თქმა, რაზე მოგიწიათ უბრალოდ უარის თქმა სახეობების გამო. თავის დროზე. ახლა კი გაქვთ მაღაზია, მაგრამ თავის დროზე მაღაზიაზე ეს უბრალოდ ხო, არა, გასაგებია. რაზე ჩვენ დროს იყო ან პოლიციელი უნდა ყოფილიყავი, ან ქურდი უნდა გამოსულიყავი და რაღაცა ესეთი დრო იყო რა, ან იქით ხარეს უნდა ყოფილიყავი, ან აქ სხვა სიტყვაზე ვამბობ ხარატობა თუ გინდოდა პურის ცხოვრება ეგრე არ შეიძლება. იმ პერიოდში ან ის უნდა ყოფილიყავი, ან ის. იმიტომ რომ ესენი ცხოვრობდნენ კარგად თუ რაღაცა. ხო და ანუ სახიობობა ქვეყანაში უნდა იყოს ისე საქმე რომ სახიობობა მინდოდა, იმიტომ რომ ვიცოდი აი ისტორიებს რო ყვებოდნენ, გიждდებოდი რა. ის კი არა რომ ბავშვი როცა ხარ და როცა გინდა გიждდებოდი რამაშ ჭიკვაძეზე, ოთარზე, კახიზე რო ყვებოდნენ, ჟანრიზე, გურამფრიცხალავა დიდებზე რო ყვებოდნენ, ხორავაზე რო ყვებოდნენ. რამაშ ჭიკვაძე რო ხორავაზე ყვებოდა, აი რო უყურებდი, ნუ ხორავობა კი ორივე ერთად მინდოდა. ვასოგოძია ყველაფერი მინდოდა. გოგი ხარაბატ ყველაფერი მინდოდა რა. აი მომინდა. არ მინდოდა რა, ის აღარ მინდოდა. შეიძლება როგორ ვისწავლე, როგორ შევდექი და როგორ გამოვიდა ეს ყველაფერი ცუდია, მაგრამ მინდოდა. ბავშვებს უნდა უნდოდეთ რაღაცა, სხვა პროფესია. დღეს არის ფული თუ იშო. ფული რა უნდა გამოხდე ფული შოვნელი. რა მნიშვნელობა აქვს რითი? მინდოდა ჩემ ძმამ მომიყვა ისტორია რამაშ ჭიკვაძე თუნდაც ახალი წელია 31 პურის რიგია და რამაშ ჭიკვაძე მოვიდა პური უნდა. მთელი გაიწია, მთელი ვინც იდგენ და არავის არ უთქვია რომ რიგი დიდი რიგი მდგარ. რომ რამას პური არის პირიქით. ეს დამოკიდებულება იყო. ეს სიყვარული იყო. ვიღაცას უნდა უნდოდეს რომ სხვა რაღაცა გამოხვიდე რა. აი ეგ არის ზუსტად 90-იანებში. ეს დამოკიდებულება და სიყვარული იყო, იმის მიუხედავად რომ ქვეყანაში საშინელი მდგომარეობა იყო. მდგომარეობა იყო. დღესაც თუ ისე მდგომარეობა გამოსწორებულია, მაგრამ აი თუნდაც იგივე ჩემი მშობლების გადმოცემით რაც ვიცი, თუნდაც იგივე უფროსი თაობის, უფროსი მეგობრების სხვა ურთიერთობები იყო მაშინ. ახლა შეცვლილი არის ეს ურთიერთობები. სიყვარული წინა პლანზე იყო გადმოწეული. დღეს ცოტა გამქრალია. გესიბრალია ეს როგორ ფიქრობთ? არ ვიცი, ვიღაცები ძახიან რომ ტელეფონის, ვიღაცები ძახიან რომ რაღაცა უკვე წამოვიდა რაღაც ტენდენციები რომ მეგობართან ისე ვერ მიხვალ საჩუქარ თუ არ დაურეკე. იმ დროს 90-იანებში ცხოვრობდით, გავიგეთ რომ ვთქვათ საზღვრები ისე არ იყო გახსნილი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ევროპაში წახვალ თუ იმაში რა ქვია ვლადივოსტოკში და ერევანში. არანაირი მნიშვნელობა, მაგრამ ყველაფერი ყველაზე ვიცოდით. არ არსებობდა Facebook-ი, მაგრამ ჩემი მეგობარი რომ ინსტიტუტში რომ მიდიოდა და რომელზე მოდიოდა და სად უნდა გაევლო, ზეპირად ვიცოდი. რომ დამჭირებოდა ნახავდი. დღეს ეს აღარ არის. დღეს უკავშირდებიან, მოიკითხენ როგორ ხარ, ხო არა, მომენატრე ძა, მიყვარ ხარ. ადლობა. მერე კარგად ხარ. просто რამდენი ხანია რა არ გვინახია ერთმანეთი. ყოველდღე გული? კი. რატო არ მწყდება? მაგარი იყო ძალიან რა. დღეს ჩხუბითაც აღარ ჩხუბობენ, კაცო. ესე ჩხუბობენ. წერე. ესე რო იყოს კიდე არაფერი, წერენ. შენი ესეთი და შენ ესეთო და შენ ისეთო და შენ. იყო ხელს აღარ ურტყავ.
ურტყავენ უყურე ჩვენ დროს ცოტა სხვა მუშტის გარტყვა ცუდ ბიჭობათ არ ითვლებოდა პირიქით აი ბიჭობა დღეს შეიძლება მოძალადე დაგიძახონ მაგრამ მე თუ ურტყავდი ისიც ხომ მიყავდა კაცო ისიც ხო ვიცოდი დღეს აღარ არის შენ ესეთი ხარ რა ესეთი კაცო რა ოღონ იქამდე არ მიდიოდა რომ მოეყლა თუ ისა მისაღები არ ურტყავდნენ აი ვიჩხუბეთ რა თვალები დაფინგალებული ჩეულებრივ დადიოდი ან სათვალეს იკეთებდი მაგრამ იყო რა ურტყავდნენ და დღეს ახარ ურტყავენ აღარ უყვართ აღარ სვამენ ერთად ფული თუ გაქვს წამოდი ერთად დავლიოთ შენ თუ გაქვს ფული მე მაქვს მე რომ მაგ და წამო დავლიოთ რა დღეს რა აღარ არის დავლიოთ თავიდანები წამო სპექტაკლზე ფეხბურთს საყურებლად მე პატიჟებ ვეღარ პატიჟებ დაპატიჟებაში არ არის სიყვარულის გამოვლენა ვეღარ მიდიან ვეღარ იცლიან ერთმანეთისთვის ვეღარ იცლიან ჩემი აი სამი კლასელი დღეს რო თქვა სადმე კლასელი სიტყვას შენი კლასელია რო ვეთქონ ახა იციან რა არის ამაში ჩემი კლასელები ჩემი ძმაკაცები არიან დღემდე რა არის ამაში ცუდი ჩემ ინდივიდუალიზმს კარგავს რატო კაცო ის იყო ოროსანი მე ვიყავი ერთოსანი ის იყო სამოსანი ის იყო ხუთოსანი მაგრამ ძმაკაცები ვიყავით ერთად დღეს აღარ არის რაღაცა მეგობრება უჭირთ რატო ითვლება კლასელი ის თო თავისთვის ყალიბდებოდა და ვითარდებოდა როგორ აინტერესებდა სულ არ აინტერესებდა ის როგორ არ მაინტერესებდა კაცო ენას რო იყიდი და გაუტეხავდი გამიტეხავდა მეგობრო ერთად მოვდიოდით სახში ყველა ერთად მივდიოდით ერთად ჩხუბობდით ესევე ჯგუფელებიც და ყველა მეგობრები სადაც იძენ ჩემი უბნის მეგობრები დღემდე მეგობრები ვარ ელემენტარული აი ჩემს ბავშვობაში სადმე ფეხბურთის ათამაშოთ რომ მივდიოდით ეზოში შესასვლელად корпуსთან რომ დავდგებოდით ხოლმე და ყვივილს რომ დაუწყებდით ხოლმე ერთმანეთს სანამ არ გამოიხედებოდა შეიძლება 1 საათი მდგარი იყავით და გეღრია და არავინ არ გეტყვი ნუ რა გაყვირებს თელი უბანი შეგვეწუხები კი ბატონო აი არავინ არ დაგიძახებდა კიდე ნუ გაწუხებ გძინავს კი საერთოდ არავინ ჩაულებრივი ამბავი იყო კახე ჩემი მეგობარი ძმაკაცი ყვიროდა ხოლმე ძალიან საშინლად მე მზარავდა არა არავინ არ აჩვენებდა იმას ხა იმასაც მოწონდა მიჩეული იყო რო დაინახა შეიძლება კახად კი არ და მაინც ის კახე გრეზავდა მოწონდა კაი დრო იყო დროს კი არ მივტირი ვარ ან რაღაცა ცვლილებებს კი არ ვეწე უნდა განვითარდეს ურთიერთობები არის ხო უფრო თბილი ურთიერთობები იყო რა აი მე ესე მგონია შედარებას თუ გავაკეთებ თორე უნდა განვითარდეთ მაგრამ განვითარდეთ იმაზე რაც ვიყავით და იქიდან ამოვიდეთ რა მოპარული ჩამოტანილი და ძალად მიღებული ცოტა გამაღიზი აი ძალათი რო გტენიან რაღაცა შენი რო არ არის გავიგე წახვედი ისწავლე ჩამოხვედი ჩამოიტანე თქვა სიკეთე იქიდან და მოძდე ქვეყანას და გადადე ძალიან კარგი და ის მაგრამ კაცო შენიც ხო გააქვს რომელიც იმაზე არანაკლებია იმაზე ამოვარდა Facebook-ზე მაინც უნდა ვთქვა გოგო და ბიჭი ჯვარი დაიწერეს ეკლესიაში გამოდიან და ქართველები რომელიღაცა ჯგუფი გადაიხოთ შეეჯახნენ გამოდიან ესენი არიან ეს არ ვიცი ლატვია ევროპა ამერიკა არ ვიცი და უცებ ტიპები ეს ჩეულებრივად ეს ქართველები მაგრამ დასხეს მეფე და პატარძალი გააშტერდნენ სად მოხდნენ რომ მიდეთ წამოდით და კაცო და შენი ნერვები ვის ააქვა წავიდნენ ქართველები იმხელა სითბო დატოვეს იქ ერთი და გაიარეს და პროსტო იმღერეს რა ხმებში შეწყობილები იყვნენ და დააგუგუნეს და წამოვიდა იმდენად მე სიამოვნებდა წარმომიდგენია იმათ რა დაემართებოდა აღარ არის და მინდა რომ ესე იყოს რა არ დაიკარგოს კიდე ვიტყვი აი ცხელძაღს პირველად ჟანრის შემოსვლა როა მილიციაში იმას რომ პირველად ჟანრი და გურამი რო დავინახე გავწითდი კაცო ეს უნდა იყოს ჩემი პარტნიორი აი მართლა გეუნები შემოდის იქა ხელით მესალმება ეს რო წამომაწითლა საწამეღო თავი არ ვიცოდი რა
რომ ჟანრი მე ამიწია ხელი ზაროა. საწავსულიყავი არ ვიცოდი. გურამი. რა ვიცი. უნდა იყოს ესენი ვიღაცებს რაღაცები უნდა გამოწოვო. წაართვა და შენ კიდე სხვას დაუტოვო. განავითარე კაც. ვინ გიჭერს? გურამფრცხლა. სახში 4 საათზე დამთავრდა ღამის გადაღება მივიყვან. გადმოვიდა. არაყი მაგ და თხილი. მსხლისა არაყი ამოხვალთ 4 საათზე ყველას გვეძინება. ოღონ იმით კი არ გვეუბნებოდა რაც მახსოვს რომ იმით კი არ გვეუბნებოდა რომ მოვალეობის მოხდის მიზნი. სერიოზულად. წამოდით ბიჭო, აი არაყი 3 მეტი არა. ეს მეც მინდა უთხრა ვიღაცას. ინსტიტუტში რო ჩავაბარე. ზურა ქაფიანიზემ დაგვიბარდა ჩემთან. მივედით, ჩაგვიყვანა პადვალში, ღვინო იყო ერთი. ბიჭო, მოდი ერთად ვიქეიფოთ. ხო თეატრალზე სწავლობთ, ხო? შენ რა ქვია, ვასო? მამა ჩემსაც ვას ვერ გაიმაგ სათამადო ადგილზე დადეგ. ესეთი ტიპები იყვნენ, ესეთი და ჩვენ ვერ ვახერხებთ. ვერ აკეთებ რომ ვიღაცას ეს უთხრა. დაჟე მეც გეტყვი კიდე. იმ დროს მოვიდა ჩემი მეგობარი სარეჟისოროს ვამთავრებო და ზაზას იქნებ უთხრაო კამერის უკან გადაღების დროს დამაყენოს და უყურო ხოლმეო რომ როგორ იღებენ კინოს. აი ესეთი დრო იყო. იმას უნდოდა. აი არც იმა დედასფიცა ვარ აი რა გითხრათ. ახალსაც ვიღებ, მივიღებ მაგრამ ის ძველი რო იკარგება ცოტა გულდასაწყვეტი არა. მართლა ბუმბერაზები იყვნენ. მართლა. აი ამ თანამედროვე დროში, თანამედროვეობაში დაამატებდით, აი ხა რასაც ამბობთ, მაგას თუ უფრო სხვა რაღაცისკენ წახვალთ. აი რაბის გადმოტანა რო შეგეძლოთ ძველი დროიდან ახლა. ამას ეხა რაზეც ახლა ვისაუბრეთ, ამას წამოიღებდით თუ უფრო რამე სხვა არის. წამოვიღებდი და შერწყმას მოვახდენდი იმისას. კარგად გაიგე რა. იმას წამოვიღებდი რაც იყო თანამედროვეობას მოარგებდით. მოვარგებდი. ვიღაცას შენ უნდა შეუწყო ხელი. რა აზრი აქვს რა? აი შენ არტისტობას, შენ არტისტობას, იმის არტისტობას, თუ შენ ეს ვიღაცას არ გადაეცი, რაც იცი. იმან იქნებ უფრო ეტყვი უფრო მაგარი გააკეთოს. მოინდომოს. მესმის თქვენი აბსოლუტურად. უნდა მივიღოთ ახალიც ოღონ ძველი საფუძვლე სუდათ არ ვიძახი გლაზაპაკაჟით ვითამაშოთ მაგას კი არ ვიძახი. ის დამოკიდებულება თვითონ როლისადმი, იმისადმი, ამისადმი, რეჟისორისადმი. რა ვიცი. უნდა გადმოვიდეს რაღაცები, რაც უნდა მადლობა. მოხდი ერთ გადაღებაზე. ამერიკიდან გადმოღებული ის რა ქვია. სცენა გადაიღეს. ამოდის მთელი ყველა ჯგუფი ვინც არის და ტაშს უყრავს. თავიდან რაღაცა ზედ ხო არ დამცინიან თუ რაღაცა. მომეწონა. ანუ იმას იმ ჯგუფს გადამღებ ჯგუფს აერთიანებს რაღაცა კიდე რა. მე მოვედი მარტო ჩემთვის ვითამაშე ისეთი ნიჭიერი ვარ და წავედი არა. იქ ცხოვრობ რა, იქ ხარ. აი გადასაღებად სხვა რაიონში ერთად ცხოვრობდით რა. ნუცა სკოლას რო ვიღებდით, ერთად ცხოვრობდით. აი ერთი ის ქონდა, ერთად ჭამდით, ერთად ცავდით, ერთად მივდიოდით, ერთად მოვდიოდით. გაკავშირებს, გიყვარდება, ურთიერთობა გიყალიბდება. უყურებ იმას ის როგორ აკეთებს. ითვალისწინებ. ხო, ზაზას ქონდა კიდე ის. ცდილობდა რომ თქვათ შენი სცენა იყო დღეს გადასაღები, ჩემი და ამ დროს უნდოდა რომ ყველას ეყურებინა. აქ ყურების დროს ის კი არა რომ მე ვხვდები შენ უკვე რა პერსონაჟი ხარ და როგორ მოგაგდა სად მიდიხარ. ქონდა ეს რა. მე მივხვდი ოღონ ამას. კაცო დაიწყებოდა გადაღება და მიმიყვანდა ვიჯექი და ჩემი გადაღება იყო 12 საათზე ღამის და დილის 12-დან იქ ვიყავ. მე გავაანალიზე რომ ძალაუნებურად იმას უყურებ. უყურებ თქვათ ჟანრი როგორი იყო ყიფშიძესთან ურთიერთობაში, როგორი იყო ჩემთან, სიტყვაზე ვამბობ და როგორი იყო მებონიასთან სცენაში.
უცებ მე მივხვდი რომ ტიპი ვაფშე აბსოლუტურად იმას ხვანაირად ელაპარაკება ამას ხვანაირად ამას ხვანაირად და მე რომ მთლიანი ფილმი შედგა და გენიალური რა აქვს მიგნებული ყველასთან ერთნაირი არ არის აი ეს არის და ეს უნდა იყოს რა დიდებს უნდა უყურონ პატარებმა მოკლედ მე ესე მესმის და ესე ვხედა შეიძლება სულ ახალგაზრდებზე იყოს ფილმი და სულ ახალგაზრდები თამაშობდნენ საერთოდ ვიძახი რა გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანური თვალსაზრისით და პროფესიონალური თვალსაზრისით კი ყველა სფეროში ეგრე არის ზოგადად კი ეს არ ხდება და უნდა იცნობდე რა როგორია რა კი ბატონო არის რამე თეატრში ან კინოშიც რაც არ მოგწონთ და არ გიყვართ და შეცვლით რა არის აი მე მაგალითად კინოს გადაღებისას ცოტა დიდ დროს დაუთმევდი რეპეტიციას აი რეპეტიცია ხშირად არ ხდება მოგაწდია მოდი რა გადაღება გვაქვს და მიხვდე მოგაწოდა ტექსტი და დავა შეუბერი შე რო იცი ისე რა ერთმა მითხრა ნაში მე ვთქვა რა მე რო ვიცი კაცო მე ბევრი რამე ვიცი რა შე რა გინდა ის მითხრა შენებურად ხო შენებურად რა ჩემებურად კაცო რა გინდა თქვი თვითონ არ იცის 1-2 ნუ ყველაზე ვერ ვიტყვი მე მაგალითად კინოში ამას შემოვიტანდი რა რომ ცოტა წავა რეპეტიციავებდი ცოტა ერთმანეთს გავაცნობდი აი მე მაგალითად ხო რა კინოში ამას შევიტანდი მაგრამ დღეს დრო აღარა ყველაფერი დათვლილია ყველაფერი ნაანგარიშებია 59 დღეში უნდა გადავიღოთ ფილმი გეუბნება რა თქვია კაც 59 52 რო დაჭირდეს არ უნდა დაამთავრო კინო ეგ გათვალისწინებულია შეიძლება გითხრა არა 53 და მომხდარ ვარ ეგეთ ფილმზე გადაიღეს და კამერა უკვე მიქონდათ 53 დაგჭირდა 49-ის მაგერად კამერა წაიღეს დადგნენ მხატვრებმა დახატეს ისა რა ქვია ფილმი და ესე აი ესე აჩვენებდნენ ზაკადრამ კი არა კადრში აჩვენებდნენ ამოვიდა და ამან ესქნა იმიტომ რომ აღარ იყო კამერა ფული არ ქონდათ აი გარვიცი რატო არ იყო თუ სხვისი იყო კამერა ნათხოვები ქონდა და ფილმი ვეღარ დამთავრდა ამიტომ ცოტა ისეთი სფეროა რა ამას შევცვლი და თეატრში კიდე რა ვიცი თეატრი უკვე მინდა ძალიან მაგრამ რა შევცვლი არ ვიცი ჩემ თავს ვთამაშებდი წავ მომენტ кайხანი არ მითამაში რა ვიცი თეატრში რა დამოკიდებულება ვისაც არ აქვს და ვისაც არ უნდა არ შეიძლება ნაძალადებად ყავდეს იმიტომ რომ სახიობი ქვია ვისაც უნდა ის უნდა ყავდეს უნდა დაგინახონ კიდე რა ვიცი მე აი ყველაფერი იხლართება რა არის კითხვა რომელიც გინდათ რომ კითხონ მაგრამ არასდროს არ ვკითხოთ არ ვიტყვი კაცო მაგას კი როგორ არა აი საკუთარ თავს რას კითხავდით მაშინ ეგრე დავსვათ რა ვიცი საკუთარ თავს რა უნდა ვკითხო კარგს არაფერს რამდენადაც უცნაური არ იყოს კარგს არაფერს არ ვკითხავდი რა ჩემან კი ერთ მხარეზე ვკითხავდი რატო მაგალითად გასაგებია ვიცით რომ დადიოდით ჭოკით ხტომაზე ჭოკით ხტომაზე კი არ დავდიოდი ჩვენთან იყო აი ამის გამიდა მძლეოსნობის მანეში ჩვენთან იყო უბანში ხო და ფიჭობის პერიოდი რომ იქ ვიკრიბებოდით თუ რაღაცა ხო და ვიღაცას გამოიარეს ვიღაცამ შტანგა აწევინეს ვიღაცა სირბილზე მივიდა ჩვენგან
ჭოკით ხტომაზეც დადიოდნენ ჩვენი მეგობრები. ერთ-ერთი იმაში ვთქვი სხვათა შორის რომ ჭოკით ხტომაზე დავდიოდი მეთქი. ვცდილობდი ყოველთვის იყო იმის საშუალება რომ ჩავიდოდით რომ მორჩებდნენ, მიაყუდებდნენ ჭოკს, გამოვიტანდი სიტყვაზე თორე კი არ დავდე პროფესიონალი. ესე ვერ ხტებოდი რა. უბრალოდ მქონიაც მცდელობა რომ ჭოკი დამეჭირა ხელში და გავქცეულიყავი დამედო მართალია ვერ წევდა და ვერ ხტებოდი, არ ვიცოდი ის სისტემა. ეს მცდელობა მქონია. თარჯრბენი ქვია, იცით ეგა? არა. აი თარჯები როა და რო დარბიან, რო ახტებიან. ხო. ხო, მაგას ქვია თარჯრბენი ქართულად. ავიცოდი ნუ. ბადრო. რა. ნუ მანეჟის გვერდზე ალბათ ხო, მანეჟის გვერდზე. მე უფრო მე იქ სასადილოც იყო ხო. მანეჟის სასადილო. იქ კეიპები ჭამდით. აი ბიჭობაში რა ეს, თორე ჭოკით ხტომაზე მართლა ჭოკზე არა, მაგრამ კარატეზე დავდიოდი. მომწონდა. ყველას ვეკითხებით ხოლმე, ვისთანაც გვაქვს ხოლმე ამ კითხვის დასმის შესაძლებლობა, ვინც ორივეს მოესწრო, ესე რომ ვთქვათ, 91 წელსაც და 2024-საც. ასების ფლობელთა თასი და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ორივეს მოესწრეთ. დიახ ბატონო. რომელი უფრო დასამახსოვრებელია? მე სმის რომ ორივეს თავისი ხიბლი აქვს და ისტორია, მაგრამ თქვენ მაინც უფრო რომელი დაგამახსოვრდათ, ესე რომ ვთქვათ. დამახსოვრებით ის აი ისე ვიტყვი, ის კლასიკად დარჩა რა. 91-ის მე ვიყავი 91-ში 8 წლის? ხო. 8 წლის არა. დღემდე არის ჩემო მეხსიერებაში ნუ აი აქედან ვერ ამოშლის ვარიანტი, თუ გინდა გუნდს ჩამოყვები პირველი ნომრიდან 11 დამთავრებულს რა ვითამაშობდა რა. აი იმ დონეზე 24-ში. ვიცი ეხლა ვიცი ეს ბიჭები ვინც არიან. მე არ ვიცოდი. არა, ვიცოდი როგორ არ ვიცოდი, ვიცოდი, მაგრამ შეიძლება ვთქვათ 7 ნომერს ვინ თამაშობს და ის არ მწოდნოდა. იქ ვიცოდი 1-დან 15-მდე ვინ თამაშობდნენ რა 91-ში. ამის თქმა მინდა. ჩემთვის ის დარჩა. თორე ამაზე გავგიჟდ რომ გადახდა ხალხი. პატარა გოგო ჩემი ნათლული იყო ფეხზე და გადახდა ფეხი იტყინა, იღრძო თუ რაღაცა. იმ ხელა ემოცია იყო 24-ში. ვეღარ გაჩერდა ხალხი. ამაზე მაგარი არ არის არაფერი. ხალხი ვეღარ გაჩერდა. ის კი არა რომ ვიღაცა გადახდა და მომყევიდა რა. ყველა გადახდა. ამდენი წლის მოლოდინი როგორც იქნა ასრულდა. და უარა მეც გეტყვი, იმიდან რომ პადგრუპიდან რო გავედით, ეს ხო სასწაული იყო. როგორ გაჩნდა იმედი რომ 24-ში შეიძლება ფინალი რატო არ შეიძლება იმან წააგოს, უცებ რო გავიჭკი. აი გაიზარდა. გავიზარდა კი არა რა, ეგრევე გამიჩნდა რომ შეიძლება ფინალში წავაგოთ უკვე. ის კი არა რომ ის დანარჩენი ისინი გავგო ტურები. შეიძლება ფინალში ვითამაშოთ. ბურთი მრგვალია ძმაო. აი მაგარი რა. აი მაგაზე პარალელებს ვახდენდით, აი 2004-ში რო საბერძნეთი გავიდა პირველად და პორტუგალიას რომ მოუგეს ფინალში. პორტუგალია რო გახდნენ, აი თითქმის იგივე გზას გავდიოდით ჩვენ. საბერძნეთის დამარცხება იყო სასწაული. ხო, ეგ არის ალბათ ყველას დასამახსოვრებელი დღე. ეგ საბერძნეთის. ნუ აი არც ის პორტუგალიას ხო აი აქ მიდოდა. არც ეგ პორტუგალიას რომ მოუგეთ, საბერძნეთი სხვა ემოცია იყო. თან აქ იყო ჩვენთან კაცო ეს. თან ერთხელ უკვე ეს სიმწარე გამოცდილი და მეორედ და ყველა სცენარს წარმოვიდგენ რა გონებაში და აი ბოლოს რო ყველაფერი ისე ხდება როგორც ჩვენ გინდა. ემოციურად ალბათ საბერძნეთთან ყველაზე ესეთი ემოციური დღე იყო. რაც მე ფეხბურთს უყურებ რა, გააზრებული ცხოვრება მთელი ჩემი, ყველას დასამახსოვრებელი დღე იყო სპორტულად. კი ბატონო. ფეხბურთის ისტორიაში კი ბატონო. საბერძნეთთან გამარჯვება ევროპაზე თამაში კი არა, ნუ გამარჯვება. პადგრუპა გადასვლა რა. ხო, ანუ მაგ თამაშზე ისე დავიხარჯე ემოციურად, რომ კი გერმანიაშიც ვიყავი პორტუგალიის თამაშზეც, მაგრამ სხვა იყო ეს საბერძნეთთან მოგება, კი ნამდვილად. თევზი და მამუკამ ჩვენ მაიციან ერთად ტრიბუნაზე და დავიმხეთი გაურობა. ო აი ძალიან ისეთი იყო რა ეს თამბილა. ატმოსფეროს თვალსაზრისით იგივე ფანების ჩართულობით მთელი თამაში არ გაჩერებული. ტრიბუნა მთელი თამაში მღეროდნენ. ეგეთი ფანობა არ მინახავს. ეგეთი ატმოსფერო მე დინამოზე არ მინახავს
და ნუ ეგეთ ემოციებიც რავი ხა არ გამომივლია მე რა. კი ბატონო, გეთანხმები. მე სახში უყურებდი მაგ დღეს. სახში ვერ გავჩერდი. ჩამოვედი, გეტყვით, ფეხით წავედი სტადიონზე, ხალხი გამოსული იყო, ავედი და გადავხედე სტადიონს. ცარიელ სტადიონს შევხედე, ოღონ სერიოზულად ვიძახი, მე და ჩემი ძმაკაცი რა. მივედით სტადიონს, ის ალკე უყურებდა, მე ცალკე ისიც ვერ გაჩერდა სახში, ჩამოვედით, წავედით და გადავხედეთ სტადიონს და წამოვედით უკან. რა იგრძენით მაშინ. რაღაცა რომ კიდე რაღაცა შეიძლება მოხდეს და რაღაცაზე იზრუნოს და ტყილა არ ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე რა. რაღაცები შეგვიძლია თურმე, შეუძლიათ რა. და ვაკეთოთ. სტადიონს რატო გადახედეთ? არ ვიცი რა, ადგილი ვერ მოვძებნე რა. მივედი და შევხედე რა. თან იქვე ცხოვრობს. ვერ გეტყვი რა. ვერ გეტყვი რა რას ნიშნავდა. ხარავინ არ იყო. ორი პროჟექტორი თუ რა. არ შეგვიშვი რა ძმა, გადავხედეთ და წამოვედით. შიგნით რა ხდებოდა არ ვიცი. გავსებული მთელი ქვეყანა არ ვერთა, გილოცავ ძმა. ფეხბურთს თამაშობდნენ, მანქანები ხო მოდიოდნენ იმას, გადაკეტილი იყო და ტიპებს ჩამოტანილი ჰქონდა და უბერავდნენ ფეხბურთს ქუჩაში. პასებს აძლევდნენ. იმას ფანჯარაზე მოხდა, არავის რეაქცია არ ჰქონდა. თავში მოხდა ვიღაცას გამლელს. რეაქცია არ ჰქონდა. პატარა ბიჭები იდგნენ რა, ურტყავდნენ. მაგრა ისე ასე. არა ხო ეხუტებოდა ხალხი. ყველა სიყვარ ხო ვიღა გეხუტებოდნენ ის. ფეხბურთს თამაშობდნენ, გაჩერება რა მერე, არაფერი. ალბათ მაშინ ვიფიქრეთ ის ურთიერთობები დაბრუნდაო. კი, ხო, გათბა უცებ რა. არავის არ წყინდა. თუდად რატომ იყურებ, არავის არ უთქვია ერთმანეთისთვის რა. ყველა გახარებული. არ ვიცი. ბევრი დღეები ჩვენ ქვეყანას მავა ესეთი. ეგეთი. ეგ შეუძლია ფეხბურთს მარტო. ხო, ფეხბურთს არა, ყველაფერს შეუძლია რა. აი, ყველაფერს შეუძლია. ფეხბურთს ბევრი შეუძლია, იმიტომ რომ ბევრად პოპულარული სპორტია, მე არ ვაკნინებ, მაგრამ ბევრი რამე შეუძლია. ძალიან ბევრს. გითამაშიათ გიორგი კინკლაძესთან. ერთად ფეხბურთი. კი. როგორ რანაირად? ეზოზე თამაშობდი. ხო. მე ძალიან მაგარი იყო, აი არ შეიძლება დაუკარგო კაცი. ნათქვამიც ამაქვს რა. გიოს ეკზალებოდა იმის ხაზზე გადმოცდენა, თავის ხაზიდან უნდა ეთამაშო, თორე ხა წირო გადმოსულიყო რა აზრი ქონდა. ამ ცენტრში კი არ გადმოდიოდა. კოჭებშივე ეთყობოდა, ხო, რაც იქნებოდა. ხო. ცენტრში კი არ გადმოდიოდა. ეგეთი პირობით ვეთამაშებოდით რა. მაინც გვიგებდნენ რა. ხან ჩვენ ხან ისინი მართალია თქვა ეხლა ეგრეც არა, მაგრამ მართლა ეგრე იყო. თუ გიოს იმდენად ის იყო. დაიც. გიყვართ ძიუდო როგორც ვიცით. ძიუდო კი ძალიან. და თბილისში იქნება ევროპის ჩემპიონატი და კი ბატონო. ხა აპრილში. კი ბატონო. ელით მედლებს ანუ. რას ქვია ველი კი არა, აუცილებელია. საყვარელი ძიუდოისტი ვინ არის? არ ვარ თქვა არ შემიძლია რა, ლაშაზე ვიტყვი რა. ბექაური კაც. ამ კაც რო ხედა. აი რაღაცნაირად აღნიშნავს. ბევრს თვალს ჭრის ვიღაცებს რა. რა არის ესე რომ აი ეგრე რო აღნიშნავს, აი ის მომწონს რა. შემხრევში გამართული. რო იძახის, მაგარია. არ შეიძლება დაუკარგო კაცს რაც გააკეთა რა. გიждები ისე მიყვარს რა. შეხვედრილი არ ვარ არასოდეს, მაგრამ გიждები რა. ეხლა რო გახდა ჩემპიონი რა, მე წავიდა გარჩევა ის და საუბარი წავიდა რომ როგორ მოიგო აგებდა იმას, მე გააქანა ლეწა ვაზარი გახდა და 4 წამი იყო დარჩენილი. და გარჩევა რომ მიდის, მე და ჩემი ძმაკაცი სვანის ძმაკაცი მყავს. ვენაცვალე ის უყურებდით ერთად. და იმან თქვა. განგებ დაუტოვა ფეხიო. რომ ის ამაზე წამოსულიყო და ამან უკვე იცოდა მე სასპორო რაც გახდა. თუ ყურებდით თუ არა, ისე უყვები რომ ხო, რომ ფეხი რო დაუტოვა და ილეცის კეთება რო დაიწყო მურაო. ეს იყო გააზრებული და ზევიდან რო ყვირის ხელი ზევიდან, ხო, თვითონ რო წამოიღო. ეს ფეხი ჩაუდგა ძალათიო რა. აი მიდიოდა ამ დონეზე გარჩევა რა.
მე მგონი მართლა ეგრე იყო. მართლა ეგრე იყო. ფრაზა ერთი ის მომ 300 მე ერთვე არა გვერდლი ვარ. იცით არა გველები მე 300 მე ერთვე წადი გაიგეთ. მე ვასება და რა ვქნა. წადი აბა მოიგონე შენ და თქვი რომ 300 მე ერთი არა გველი. სად მოარტყა? იცი ვინა ვარ? ვინა ხარ 300 მე ერთი არა გველი ვარო შენ. თუ მე ერთი არსებობს კიდე 300 შეიძლება გაჩნდეს რა. ევროსპორტის ჟურნალისტი უნდა გავგიჟდო. Do you know who I am? გაგიჟდა ის ვერ მიხვდა. ვერ მიხვდა. ეგავარო. მე ვიყავი მაშინ პარიზში და ჯერ მან გააკეთა კომენტარი მე რომ გამოვიდა ქევხიშვილი მოვიდა ისო რომ რა თქვა ეგეთიო ყველა მაგას ამბობს რომ ატრიალებსო ყველა რომ ეგეთიო რა თქვა ხო არ იცით ჯერ არ ვიცი არ გადამიხვევია მე რინერთან თუშას ამბავი ხო კი ეგ ცალკე ნე რა მაგარი ხარ რა ჭიდაობ თუ რა შენ მოიგებ ან მე ის რა არის ვარ სერიოზული დამოკიდებული მომწონს მე რა რო დისკვალიფიკაცია ქონდა ეგს თუ შეყვავდა ჩვენ რინერთან ილაპარაკა ან მაგ ეპიზოდზე ილაპარაკა ამომწურავად რა მაშინ ოლიმპიადის ინციდენტზე ძალიან კარგად ილაპარაკა და მე თუ გექნებათ რომ YouTube-ზე ვიდოს ეგ ეპიზოდი და გადავხედავ აუცილებლად გორი შემდეგ გამიწყენდაო რომ მოუგეო გორშიო იმის გორში ხო არ ჩაუთავეს არ ჩაუთავეს კი რა გაუქმეს მაგის შემდეგ რაღაცა ის ქონდა რა დარჩენილი იმას ამხელა მართლა ლეგენდაა რა რინერი და არ უნდა იკადრო რა ნუ მოიგე ხა რინერი ხარ და რომ მოიგე ანუ არავის არ გაუკვირდება მაგრამ ხა ეგეთ რაღაცას რო აკეთებ მოგებულს არ მომეწონა ამის ვაჟკაცობა უფრო მომეწონა ვიდრე იმის რაღაცა თუ შეკაცია ხო და ბექაურზე იყო ეხა ბოლო მსოფლიოზე ხო წააგო იტალიელთან ინდივიდუალურში და მე გუნდურში რო ხო მურავ სადაც ხდება ყველგან ბავშვები ვიტყავს რა დათრეული აი უყურე ბავშვით კი არა ის ოლიმპიადის მე რო გამოდის რო კოცნის შენ ჩემი ძმაო ესო და ნუ მომწონს რა ვიღაცები წახიან რა ეგეთია რა ცოტა სიამაყე რო დაყვება იმიტომ მომწონს რა 300 მე ერთი არაგველი როა რა და ხმამაღლა რო შეუძლია თქواس რა ამიტომ მომწონს რა ვიღაცებს აღიზიანებს კი არა მომწონს აგარი ბიჭოა ძალიან ლომი კიდევ ეს ბიჭებიც იმას ამბობენ რა თანამე ამ თამთაობის წარმომადგენლები რა ბევრისთვის ბექაური პირველი ძიუდოისტი არის დღეს რა ხა ახლა ისტორია გვაქვს თან 90-ში მით უმეტეს გასაგებია არა დღევანდელი გადასახედიდან დღევანდელებისთვისაც ბექაური ხო მე რაც ვიცი უმრავლესობისთვის ვისთვისაც მეკითხავს ბექაური საუკეთესო არის თვითონ ძიუდოისტები აღიარებენ იმიტომ რომ ეგრეა რა აქ რა ნუ თუშამ ჩვენთან თქვა მეფე უკვე მეფეა ხო თუშავს ვკითხეთ ვინ არის ქართული ძიუდოს მეფეა და ბექაური კი ბატონო იმიტომ რომ ვერ შეეწინააღმდეგებია იმიტომ არა რომ მე კიდე რაც იმიტომ კი არა რომ ორი ოლიმპიადა შეიძლება წააგო მსოფლიო ჩვეულებრივი ლომია რა ზოგჯერ მარცხით საუცილებელი იმის გემო გაიგო ეხა ის რო არ წაეგო მსოფლიოზე შეიძლება მესამე ოლიმპიადა ვეღარ მოიგო კი ბატონო არა იქ ნახის 3 დღეში გამოვიდა ისეთი გაბრაზებული იყო. იმესაც ვეყარება, ეხლა ეგ ოლიმპიადას ვერ მოიგებს. ხო, იმ უნგრეთში 3 დღეში ისეთი გაბრაზებული გამოვიდა, რომ აი, ხო, გამოვიდა და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დააგდო რა ბოლო-ბოლო. მურავო მაშინ ჩემპიონი გახდა. მურავო რას ამბობ? მურავო ბექაურიც რო არ ეჭიდაო, მურავო იქნებოდა ბექაური. მურავო შეიძლება ყოფილიყო, აი ბექაური რო არ ყოლოდა მაგას, თავისუფლად შეიძლება და ყოფილიყო შოჰეი ონოს მსგავსი. მსგავსი კი ბატონო. ძიუდოისტი. კი ბატონო. ცოტა მე მგონი დადგება ონოს შეიძლება ჩამოიწიოს ქვევით ლაშას შემხედვარი ნახოთ იმედია არა მაგარი რინერს არ ვადარებ იმიტომ რომ რინერი სხვა სტილის ძალიან დიდია ძალიან დიდი მოჭიდავია ფიზიკურად ვიძახი რა რინერის დონემდე ვერ მივა დავიცი ხო რაც არ უნდა ხინჯები გქონდეს ეხა თუშლთან დაკავშირებით რინერი მაინც პირველია. თვითონ ეხ თუში მას გითხარ რომ ეხ.
ხო, უდიდესია უკაცო. კი ბატონო, არ შეიძლება. არა მარტო ქართველი, თვითონ რინერიშვილიც ვერ მივა რინერის დონეზე. არა, ხო, მე ისა. ჩემთვის ახლა ყველა ქართველი ჯობია რინერს. კი ბატონო. თავისუფლად, ამაზე არ ვდავობ არასდროს, მაგრამ ესე ობიექტურად რო კი შეხედავ. ბატონო. თორე ახლა ვინ არიან, ვინ არის რინერი, ოდესაც სარდალა არის. ეხლა გინდა გითხრა რომ ჩვენები უფრო მაგრები არიან. ჩვენი ბიჭები. მე ყველა მირჩევია. ლამას ჭიდაობას ჭიდაობენ. რინერი არ ჭიდაობს ლამას ჭიდაობას, მოდი ახლა ესე ვთქვა. ვერ ჭიდაობენ. დიდები რო არიან ფიზიკურად. უჭერთ ხო. საჭიდაოთ საყურებლად. ბოლო ჩვენი ილეთი გვაქვს კამარში ჩასვლით. ვერავინ ვერაფერს ვერ აკეთებს. კამარში რო ხელს კიდევენ. всё, გადავლე. მართავ ყველანაირად რა. აი ღვინიაშვილი რო ხსნის. რა. კამარში ჩასვლის მასტერკლასს რო ატარებს, მე მგონი გორში თუ რომელიღაც სკოლაში იყო. ანუ მაგას რო უყურებ, რავი ხა. კამ იმიტომაც არის რომ ყველა დისტანციით გვეჭიდავება კამარში არა. მოკიდებენ თუ არა, ჩავა ვარდანას არ გვიშვებს. ჰა. თვითონ იაპონელებს ვინც არიან, ვის შექმნილიც არის ძიუდო, თვითონ იაპონელებს უჭერთ რა მაგამართა გამკლავება რა. კი ბატონო. მაგარია. მიყვარს მე ძიუდო ფეხბურთის შემდეგ პირველი სახეობა არის ჩემთვის. კი ბატონო. მაგარია. თან დადიოდა და ძველი ძიუდო. ეს დავდიოდი, მიმიყვანდნენ მაგორავებდნენ, წამოვიდოდი. მეც ეგრე ვიყავ. ერთი წელი მაგორავის და დადიოდით ისე? კი. დადი. ხო, არის კიდე ის დამავიწყდა ეხლა ცოტა გამახსენდა. ფოტო რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში. დიახ. გამოიწია დიდი აჟიოტაჟი. კი ბატონო, გამოიწვია. ავტობუსში რო ხართ და კი ბატონო. და საფიქრებული როზი. ხო. კი. თქვით რომ თვითონ ფაქტით არ გაბრაზდით, უბრალოდ ჩუმად რო გადაგიღეს, ეგ იყო მიუღება. ხო, გამაღიზიანებელია რა წესია უბრალოდ თორე. გავიგე რომ არა მგონია რომ ეხა ეს 80 წლის კაცი ყოფილიყო და გადაიღო, პატარა ბიჭი იყო, დადო და რაღაცა და დაწერა რაც ქართული ხო, ქართული სოციალური მდგომარეობა თუ ქართული მსახიობის დღევანდელი მდგომარეობა თუ რაღაცა ედო ესე რა. აი, ჩემაც მაკაცემა დაამირეკეს, ხო ცოცხალი ხარ კი მე ხარ. მაგარგად აღარა კი ბატონო. რა იცი რა, დადო რა. კარგია. უბრალოდ რა იცი რო ეთქვა სხვათა შორის ერთი მცდელობა დავიჭირე რა, ვიღაცა მიღებდა კიდე. მეტროთი მგზავრობდი და მეთქარი გაჩერდი. არ შეიძლება ბიჭო. რა ვიცი, უხერხულობას გიქმნის რა. უადგილო ადგილას რო გადაგიღოს სურათი ხა ვიღაცამ და გამოაქვეყნოს რა წესია. არა ხო, რა თქმა უნდა. თან კიდე სტატუს რო და მუსიკა ედო. დედაჩემს რომ მოესმინა და შეეხედა მაგისთვის მეორედ გარდაიცვლებოდა ალბათ რა. მუსიკა და ძალიან ისეთი რა. ტრაგიკული. ხო, მე კომენტარებში დაჟე მუსიკა სად მოძებნეთ მუსიკა ხალხი თხოვდა. რა ვიცი რა გითხარ რა უნდა მეწყინოს რა. დღევანდელი იმიდან ეგეთი ცხოვრება მოვიდა. ვიღაცა დაწერს ცუდს, ვიღაცა კარგს, ვიღაცა იმას უნდა წარმოიდგინე ვიღაცა რამდენი ცუდი ისი წერება სტატუსი. ყველას რო ჩხუბი და აქცევთ ყურადღებას მაგ კომენტარებში. აღარ. არ შეესადონ ისე რომ ბევრი ცუდი და იმიტომ რომ მივხვდი უცებ რა. არანაირი ის არა აქვს რა ქვია. ნიშნულობა რა. ვიღაცა თენგიზა თუ ჯუმბერა რას დაწერს შენზე რა. აღარ აქ ნიშნულობა. ანიჭებ ნიშნულობას. მე უკვე აღარ ვუყურებ. ვეღარ. დაკარგა. პირველად როგორი რეაქცია ქონდა როცა წაიკითხე საკუთარ თავზე? გაბრაზდი. განრისხდი. კი. კი. მაგრამ ყველას მოსაწონ საქმეს ვერ გავაკეთებ. მაგით ყურადღება მივაქციე. აზრი აღარ აქვს. ვაქცევ. თქვათ. საათ მაქვს ამდენი დრო კაცო, ამდენ ან თუნდაც კარგ კომენტარს პასუხი გავცე. 1,200,000 ნახო და წგებ. მარტო გული დავუხატე. მადლობა. არა. თან ვერაბარ ამაში მაგარი და თორე გავცემდი პასუხებს რაღაცა. არა შემიძლია. დამანები თავიდან წერე და იკითხე რა. რა არის ცხოვრებაში მთავარი? რა ვიცი, ისე ვიცხოვროთ რომ ცხონდეთ. ესა დაწერილი. ისე ვიცხოვროთ რომ ცხონდეთ რა. არა, მე მგონი რომ კი. ვერ ვახერხებთ ეგაა.
არავინ არ იცის, მაგრამ ალბათ ესე უნდა ვცხოვრობდეთ. ისეთი ცხოვრებაა, რომ არც თავს ვიმართლებ, არც ის ძალიან აქ ცხოვრება ძალიან ძნელი. ამხრი. შეუნა ეცადო რაც არის მოცემული და მოტანილი ჩვენამდე ღირსეულად ატარო და გავიგე, ძალიან მაგარია იმ მე პირადად რაც დამმართია ბავშვობაში, რაზეც ხუმრობდი ცუდად, თურმე ცუდად გამოვიდა. ხუმრობდი შეიძლება ჩემი ბავშვური იმით. ყველაფერი უკან მომიტრიალდა. რაღაცები რასაც ხუმრობდი, ცუდად მომიტრიალდა. რა ვიცი. ადამიანები ხონდეს, აბა რატო უნდა იცხოვრო ისე? მოიცა შეგვაძლებინეს. და ბოლოს რა კითხვას დავუტოვებდით შემდეგ სტუმარს. ჯერ შეგვიფასოთ ნახატი. ხატი არის გენიალური. ბიჭო, ყველაზე მაგარი რაც მომეწონა, ეს გვირგვინი მომეწონა. იმიტომ კი არა გვირგვინია. თმა გაცვენილი რომ აქ არ ჩანს. ყურებიანი ქუთიდანაც რო დავეხატე მომეწონებოდა ალბათ. ძალიან მაგარია რა. მადლობა თამას. ძალიან დიდი მადლობა რაღაცები ძალიან ზუსტად აქ დაჭერილი რა. არ ვიცი. მადლობა ძალიან დიდი. პირიქით მადლობა თქვენ რომ არა, მაგარია ძალიან. მომწონს. ამას მაძლევთ მე თუ აქ შევა. მაძლევთ, მე გენაცვალეთ. ვა, მასა. თქვენ სხვათა შორის ძალიან ისაა. კი ბატონო. ის ჭკვამხიარული და ცოტა ტირანია. არავინ არ იცის იმ ჭკვამხიარულობას. ისეთი კითხვები დამიშვა ისე შენთან მერჩვინა საუბარი. დაი ბოლო კითხვა, თქვენი კითხვა შემდეგი სტუმრის მიმართ. რას კითხავდით? ოღონდ არ ვიცით ვინ იქნება. რა კითხვას დავუტოვებდით. თქვენი კითხვით გაიხსნება გადაცემა, პოდკასტი. კი ბატონო. როგორ ხარ? შენ წაგართი კითხვა. როგორ ხარ? პირდაპირ საინტერესოა როგორ ხარ? არა, რო არ ვარ პროფესორო თქვენი დამოკიდებულება ხელდაღზე. არა, ხელდაღზეა. არა. როგორ ხარ? კითხეთ რა, მომიკითხეთ. კარგი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ბიჭებო, რომ ესე გამაფასეთ, მიმიღეთ და მომეფერეთ. მადლობა თქვენ რომ გამონახეთ დრო და მობრძანდით ჩვენთან. დაწუნებული ვარ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. აუცილებლად. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. გაიხარეთ. მადლობა ჩვენს მაყურებელს და სანამ დავასრულებთ გადაცემას კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო, დატოვეთ კომენტარი და გვირდებით რომ ყოველთვის ასეთი საინტერესო სტუმრები გვეყოლება. ნახვამდის.